სწრაფი შეტევის წამოწყებას შეეცდებიან თბილისელები, ნახოთ რა გამოვა, თუმცა ძალიან კარგად თამაშობენ. მე აქ ნახევარდაცვის ზონაში დილას მოთამაშეები შეყილაძემ დაარტყა და გადარჩა აქ უდაოდ იბერიამ, მოკლედ ეს პირველი 5 არასრული 5 წუთი უდაოდ უნდა ითქვას, რომ დილას აქტიურობით დაიწყო და უპირატესობით კიდევ ერთხელ განმეორებით კონტე შეიძლება შორიდან დარტყმა სახიფათო იყო უდაოდ ჟოაო კოშტა არაუჟო ბრაზილიელი 20 წლის მოთამაშე ასრულებდა დარტყმას ის აფციორნო უფლება დილას მოთამაშეებს ანდრონიკაშვილმა დაარტყა და მაკარიძემ გადაარჩინა თავისი გუნდი აშკარა გოლს ეს იყო ნამდვილად მომენტი ასეთი ეპიზოდები და ასეთი მომენტები ნამდვილად გვაკლია ამ შეხვედრაში ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა და გაიხსნა კიდეც ანგარიში და ირაკლი სიხარულიძე გატანილი გოლის ავტორი წინოალეთ შესრულებული კუთხური და ეს გახლავთ 125 გოლი და ერთპიროვნულად გადავიდა მეხუთე პოზიციაზე გამოცდილი ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე და 48-ე წუთზე მოხდა ეს ყოველივე და გახარებული იბერიელი გულშემატკივარი თქვენს ეკრანებზე ფარულავაც ცდილობს საჯარიმოში შევიდეს და ორთხო რა ეპიზოდი შექმნა აქ მე-11 ნომერმა და რა მცირე მანძილით აცდა ბურთი იბერიელთა კარს ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იქნებოდა უდაოდ ბოლო წლებისა ჯერ ეს ეპიზოდია სანახავი რომელიც კინაღამ გოლად იქცა გიორგი მაკარიძემ გამოავლინა თავისი ოსტატობა აქ რომელმაც ურთულესი ბურთი მოიგერია ბრაზილიელი ჟოაო არაუჟო კოშტა ამჯერად შეტევაში ეხმარებოდა თავის გუნდს თუ წინა ეპიზოდში მეტოქის შეტევა გაანეიტრალა აქ უკვე ანტონიო ლოპესის ჩაწოდების შემდეგ იყო ახლოს გატანასთან აქ რუხაძე ეცდება გატანას დარტყმა და მაკარიძე აქაც მოწოდების სიმაღლეზეა